მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ საინტერესო თემაზე, რომელიც არის საბურავის Bluetooth-ი. ძალიან ბევრ შემთხვევაში მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ Bluetooth-ის გათიშვა თუ შეიძლება და თუ შეგიძლია გათიშვა. რა თქმა უნდა, Bluetooth-ის გათიშვა მეგობრებო შეიძლება, მაგრამ არავის არ ურჩევ და არავის არ მიცემ იმის რეკომენდაციას, რომ მოდი ჯობია Bluetooth-ის გავთიშოთ. რადგან ეს არის ძალიან კომფორტული რაღაცა და ძალიან საჭირო ინფორმაციის მომცემი, როდესაც თქვენ გზაზე მიდიხართ და რაღაც საბურავს შეესო რაღაც და იწყებს საბურავი უკვე დაშვებას, დროულად უკვე როგორც კი წნება დაეცემა საბურავს, შეიძლება განიშნებს მანქანა, რომ უკვე წნება აკლია საბურავს და თქვენ უახლოეს ორგანიზაციაში მიდიხართ, მოწმებთ, საბურავსაც გიმოწმებენ და თუ რამე დაშვებულია და შესობილი არის რაღაც, დროულად აღმოუправთ ამ საკითხზე. სხვა შემთხვევაში რო არ გამოგიგდოთ ეს ნიშანი, საბურავი სანამ არ დაიშვებს ბოლომდე, მანამდე ვერ მიხვდებით ამას, ამერე იყო მთელი რიგი პრობლემები. ამიტომ ამის გათიშვა არ არის კარგი და მე გირჩევთ, რომ როდესაც ან გამოვა მწყობრიდან Bluetooth-ი შეცვალოთ ახლით, არა გათიშვა არ არის გამოსავალი არის უბრალოდ მისი გაკეთება და всё. ეხა რა შემთხვევაში შეიძლება რომ აანთოს და ამოვარდეს ჩვენი ნიშანი. პირველი რა თქმა უნდა ეს არის, როდესაც ნიშანს გვაძლევს იმის შესახებ, რომ წნება აკლია რომელიმე საბურავს. მეორე ეს არის, როდესაც Bluetooth-ი გამოვა მწყობრიდან, ხშირ შემთხვევაში ჯდება თვითონ Bluetooth-ის ელემენტი და მესამე ეს არის, რომ საბურავს გამოვცვლით თავის დისკიანა და ახალ დისკს ვაბნებთ თავისი სხვა Bluetooth-ით. ანუ ერთ შემთხვევას, როდესაც წნება აკლია საბურავს და ამოვარდება ეს ნიშანი, მხოლოდ ჰაერის დამატებით გვარდება ეს პრობლემა, რომელიც მომენტალურად ჩააქრობს ამ ნიშანს. მაგრამ თუ კი Bluetooth-ი გამოვიდა მწყობრიდან, მაშინ რაც არ უნდა ჰაერი ამატოთ, ნიშანი ყოველთვის იქნება და თუ კი შეცვალეთ დისკი თავისი ახალი Bluetooth-ით, რა თქმა უნდა, ეს ნიშანი ყოველთვის იქნება. ეხლა ამ შემთხვევაში რა ვშობთ? თუ კი ვცვლით ახალ Bluetooth-ს ვაყენებთ და თუ კი ვცვლით დისკს ახალი თავისი Bluetooth-ით, მაშინ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ აი ამ მოწყობილობით. ანუ გააქტიურება რას ნიშნავს? ეხლა მოკლედ რო აგიხსნათ, მაგალითად, დინამიკი, რომელიც გვინდა რომ ტელეფონს დაუკავშიროთ. ან ყურსასმენები, რომელიც გვინდა რომ ტელეფონს დაუკავშიროთ და ტელეფონის საშუალებით ყურსასმენებში მოვისმინოთ ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი მუსიკა, ხო? ამ დროს რა ხდება? ყურსასმენს აქვს თავისი Bluetooth-ი, ტელეფონით ვეზებთ ყურსასმენის Bluetooth, ვაკავშირებთ ერთმანეთს და ამ შემთხვევაში ტელეფონი და ყურსასმენი დაკავშირებული ერთმანეთთან და პრობლემა თუნშავს. აი ზუსტად ანალოგიური ხდება, როდესაც ახალ Bluetooth-ს ჩავაყენებთ საბურავში, აუცილებლად თავიდან უნდა დავაკავშიროთ მანქანას. მოდი ახლა გაჩვენებ თუ როგორ ხდება ამის დაკავშირება. მოკლედ, პირველ რიგში საჭიროა რომ შევიდეთ Bluetooth-ის მონაცემებში, მაგასაც საჭიროა რამოდენიმე манипуляციის გაკეთება. ამ მანქანას 4-ვე ახალი Bluetooth-ი უყენია და 4-ვე Bluetooth-ი ეხლა უნდა დავაკავშიროთ მანქანას. და როგორ ხდება ამის დაკავშირება ეხლა? 1 2 3 4 5 6 მოგცა მანქანამ სიგნალი. აი ჩვენი დაჩიკის, ანუ Bluetooth-ის ნიშანით. გადავდივართ ეხლა და დააგვირდით ეხლა. სადაც Bluetooth-ი აყენია, ვთავთ და როდესაც დაკავშირდება, მანქანა მოგცემს სიგნალს. ერთი საბურავი Bluetooth-ი დაკავშირდა. მეორეც დაკავშირებულია. მესამე Bluetooth-ის დავაკავშიროთ. კი ბატონო. და მეოთხეც. ეს 4-ვე Bluetooth-ი დაკავშირებულია. ანუ დაკავშირებას ვიწყებთ ძღოლის პირველი მარცხენა საბურავი და ესე მივდივართ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე. აპა ვნახოთ თუ ჩაქრა, აქაც ოკეის ვაწვევით, ვთიშავთ ამას და ეგ არის. ამიტომ
ამ Bluetooth-ის გამო რომ ვერ აქრობთ ამ ნიშანს შეცვალეთ Bluetooth-ი. ორგანიზაციაში სულ რაღაც 5 წუთი ჭირდება Bluetooth-ის ჩაყენებას. შემდეგ ნებისმიერ დროს გინდა ჩემთან, გინდა სხვასთან მიბრძანდებით, ვინც საც შეუძლია მსგავსი манипуляციის გაკეთება და Bluetooth-ის დაკავშირება მანქანასთან. აინახეთ არის ზუსტად აქაც ამოდენიმე წუთის ამბავი, ამიტომ ამის გამო ნუ გაათიშინებთ და ნუ გაგვათიშინებთ ამ Bluetooth-ის სასარგებლო და საჭირო ფუნქციას. მე კი დაგემშვიდობებით, კარგად იყავით, მოვალ შეხვედრამდე.